მოვადექით ფეხბურთელების გასახდელს. როგორ დავიკარგეთ ბასტოს ზებნაში მიხეილ მესხის სტადიონზე. ვუერთდებით ბასტოს გამოწვევას და მოვედით ეროვნული ლიგის თამაშზე, სადაც დინამო და საბურთალო ხდება ერთმანეთს. თუ და ვიცი, დინები თამაშობენ, რატო თამაშობენ, რა ხდება, რა იმართება, ის ვიცი, რომ ბასტო იქნება და ბასტოს მუზეუმი აქვს. ერთი ვიღაც არის მეგრელი შვილი და მეგრელი არა. მე ეხლა მინდა კარგად ვუყურო თამაშს და გადავწყვეტ ვინ იმსახურებს გულშემატკივრობას, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ყოფილვარ თამაშებზე, ადრე დავდიოდი და აქ ჩავსვამ ფოტოს. მაშინ როცა ირაკლი მოდებაძე თამაშობდა დინამოში, ხშირად დავდიოდი თამაშებზე და ეხლა დაველოდოთ და ვნახოთ ვინ როგორ ითამაშებს, ამის მიხედვით გადავწყვეტ ვის უგულშემატკივრო, ისე კი საბურთალოს გულშემატკივრებთან ერთად ვხედვართ. თითქმის მთელი სტადიონი არის სარიელი, მაგრამ არა უშავს. ბასტო ნელ-ნელა გაავსებს. გუნდები გამოვიდნენ. კლედრისი თქმა მინდა, რომ ეროვნული ლიგა საქართველოში ტარდება 1990 წლიდან და 19-ჯერ აქვს დინამოს მოგებული. 19-ჯერ დინამოს, თუმცა შარშანდელი ჩემპიონი გახდა საბურთალო იბერია 1999. და ვნახოთ დღეს რა შედეგით დამთავრდება თამაში. ნინა კოლგის კოშეტი, სვალები. ჩემპიონო ჯერობით 0-0 ანგარიში ცოტა წვიმამ გადაიღო. გოლი გვინდა, გოლი გვინდა, გოლი გვინდა, გოლი გვინდა, სანამ ძალიან წვიმს და მეხუთე წუთია 0-0 ანგარიში და ძალიან წვიმს. კარგი გულშემატკივარი ყავს საბურთალოს იბერია 1999 და ბევრი გულშემატკივარია მოსული, ამ ნებსაც არ ველოდი. Lifestyle is not good like that. წვიმამ გადაიღო ნინას სივა და ელენე ნახა ბასტო. ჩვენ წინ იდგა და არ მივიდა. უცებ ვერ გავიაზრე და ჩამიერა ისე ჩქარა რომ აღარ მეკეთებინა. გაიჩო ისიც არ მახსოვს. და გოლი კიდე
საბოლოოდ ვის გულშემატკივრებთ? შენ ისევ ბასტოს და შენ? ან ბასტოს ავსავთ, მაგრამ ეხლა მართლა რა ვქოთ ამის გარეშე? დინამო. ერთი გულშური. ავაიმე! ვაიმე! რა გადარჩა? ხუთი წუთი დამატებით რომ ბასტომ ძლივს დადო ერთი სტორი. ეგ სტორი დადო უკან. ჩანს რომ ის პირველი ნაწილია. დაანახე აბა. აი იქით არიან. ანუ ჩვენ მოპირდაპირ, ანუ ჩვენ წინ არიან რა. სადაც ვერ გადავალთ ამ სტადიონი გუშინ თავს და ვერ გადავალთ. ამიტომ გადავწყვეტ წრე დავარტყათ. წავდეთ და ესღია. ჩქაიბინე. აქედან ქარა შეიძლება ფოტო გადავიღო წარს გადავიღე რა ერთადერთი რამე დამჭა ბასტოს სადღაც იყო, მაგრამ სად არის არის? ვერ ვიყავ ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, მოვადექით ფეხბურთელების გასახდელს. ელენეს აქ იდეა რომ გადაიღოს ფოტოები ფეხბურთელებთან. ძალიან მაგარი მემორია არის ეგ ჩემთვის. ბუტმან ჩემი ჩავეწე. არუშობენ არავის იცი არასდროს. შემოპარული ვარ. როაწერია მე ვარ საქართველო, იქ არის ფეხბურთელების გასახდელი. გადამიღე რა ვითომ გამოვდივარ. აქედან შედიან, ანუ კონკრეტულად აქედან მოკლედ ეს არის ადგილი, საიდანაც შემოდიან ფეხბურთელები, აქედან გადიან მოედანზე, მარჯვნივ არის გასახდელი. დავაცილეთ. ქართული ერი, მაინც ქართული ერია დაძმები ვარ, აი გული მიჩუყდება. სტადიონის სრულად შემოვიარეთ. ვიყავით ისეთ ადგილებში, სადაც არავის არ უშვებენ, მაგრამ როგორღაც აღმოვჩნდით. ფეხბურთელებიც ვნახეთ. მართალია უმეტესობა ვერ ვიცანით, მაგრამ ვიმეცადინებთ და შემდეგში ვიცნობთ. ეხლა წავედით სახლში ნამდვილად. წავედით, ვეძებთ ახლა გასასვლელს. ვარქვათ, როგორ დავიკარგეთ ბასტოს ზებნაში მიხეილ მესხის სტადიონზე. თუ არა, ბასტო უყურეთ ბოლომდე და ნახავთ. იცი. მარი. ეს იცი რა გააკეთა, ეგ გაჩეაგინდა. მოკლედ, თამაში დამთავრდა 1-0, გაიმარჯვა საბურთალომ, ვულოცავ გამარჯვებას. უფრო კარგად ითამაშა ვიდრე დინამომ, უნდა ვაღიაროთ. მე გადავიღე პირველი ფოტო, რა თქმა უნდა, ჯაბაკანკავა. ფოტო მეც მინდა. ჯაბაკანკავა მართლა ნაკრების ეროვნული ნაკრების სული და გული იყო ძალიან დიდხანს და იქ რა ტვარი თამაშა, ლეგენდები რა თამაშობდნენ. ეს ჯერ კიდევ თამაშობს და დინამოს ფეხბურთელია. უბრალოდ ეხა რაღაც დისკვალიფიკაცია ქონდა, მე მგონი, როგორც ვნახე. შემდეგ თამაშებზეც აუცილებლად ვივლით. დროებით